ახალგაზრდული სივრცე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად. ასე ქვია ახალ პროექტს, რომელსაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ახორციელებს. პროექტი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ორთვიანი ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე ქალაქ ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ ახალგაზრდების ხმა, რომლებიც დღეს აქ აფხაზურად მოგვესალმენ, წარმოგიდგინეს ვეფხისტყაოსანი აფხაზურ ენაზე, სხვადასხვა სიმღერებით მოგვმართეს არსება აფხაზურ ენაზე, ალბათ ყველაზე უკეთესი გზავნილია იმ ჩვენი აფხაზი მეგობრებისთვის, რომლებიც დარჩნენ აფხაზეთში და ასევე რა თქმა უნდა დროებით დევნილი მოსახლეობისთვის. იმედია, რომ ეს პროექტი ამას მოემსახურება. აფხაზეთის მთავრობასთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს უჭერთ რეგიონში მხარს, რომელიც გულისხმობს სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას, ინოვაციური პროექტების ერთობლივ განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მათი მხრიდან. იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც მომავალში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ჩვენი ქართული მემკვიდრეობის უნიკალური მემკვიდრეობის, რომლის შემადგენელი ნაწილია აფხაზური კულტურა, აფხაზური ენა. მე ვარ ფერისნაჯარო სკოლიდან და ასეთ პროექტები ძალიან ხშირად ხორციელდება და აქტიურად ვარ ჩართული. ამ პროექტიდან ძალიან ბევრი მოლოდინო მაქვს,